პირველად ნახე კოკა-კოლა ალუბის გემოჩი. ესენი მინდოდა. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ მომწონს. ანუ რამდენჯერაც გავსინჯე, იმდენჯერ არ მომწონს. ახლა მეთქი ავიღებ დავულებთ ხა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ მომწონს და ის უნდა დავდე. მოდი ახლა გავსინჯოთ კოკა-კოლა ალუბის გემოჩი. ალექსანდრუშკასთვის ვნახულობ კიდევ საწერ მაგიდას ის რაც გვაქვს ცოტა დიდი მეჩვენება. ეხლა გორგიაში ვარ. ნახეთ როგორ კარგად გამოიყურება, მაგრამ ესეც დიდია. რაღაცნაირი პატარა გვჭირდება. ეს საერთოდ პატარაა, მე მგონი, მაგრამ მონახეთ რა კარგია თავისი თაროებით, თავისი ყველაფრით. აუ, ესეც რა საყვარელია. ესეთი მე მგონი ეველინას აქვს, მაიკოს ეველინას. ნახეთ როგორი საყვარელია. აუ, ძალიან მომწონს, საყვარლობა. მაგრამ ეს დაბალი არ არის, კაცო, ჩვენი მაგიდა ბევრად მაღალია. აუ, ძალიან კაია, ეს მომწონს. სათავსოებში როგორ ვართ? პატარა ესეთი და აი ესეთი პრინციპში ნორმ. სუმა რამდენია? 105.50-ზე. ერთი ეს ძალიან საყვარლობა, ძალიან მომწონს. თან ალექსანდრას ოთახს ძალიან მოუხდება. სკამებიც ნახეთ როგორი კარგებია და საყვარლებია. თუნდაც ახლა ეს. თუმცა ვფიქრობ ალექსანდრასთვის მშვენიერი სკამი მაქვს ნაყიდი. ნახეთ ესეთი კიდევ შავშია, მაგრამ ჩვენ შავი არ გვჭირდება. თეთრი ბევრად მომგებიანია და ლამაზია. ჩარჩოებზე ფასდაკლებებია. აი ოქროსფერი დიდი ჩარჩოები მე რო ვეძებდი, აგერ ყოფილა. მიცადეთ. მაგრამ ფანქრებისთვის ალექსანდრას ძალიან ბევრი აქვს, უკვე სხვადასხვანაირები დედა ჩამოუყიდა. თორე ესეთებიც ძალიან საყვარლობა. აუ, ვიცით რა მინდა? კედელზე რაღაცნაირი, აი, ნახე, მიცადეთ. რაღაცა აი ესეთი რო კეთდება კედელზე და იქ რაღაცები რო ეკიდება. უნდა იყოს იკეას, უნდა კონდეს ეგეთი უეჭველი. მიცადეთ. ესეც მაინტერესებს. ესეც საყვარლობა. ჩაიდებდა ყველაფერს ერთ ადგილას. აქ კი ბედნიერი ნანუტა გახლავთ მეგობრებო, რომელმაც ყველა საბუთი შეიტანა უკვე სასამართლოში, სადაც ყველაფერი ვრცლად და კონკრეტულად არის დაწერილი და ვფიქრობ, რომ მოსამართლემ უკვე განხილვაში უნდა ჩაუშვას ეს ამბავი და ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ახლა კი ესეთი თავისუფალი და ბედნიერი, კაკ მინიმუმ 2 კვირა მაინც. შემიძლია ცოტა მოვეშვა ამ საკითხზე და ცოტა გავიარ გამოვიერო. როგორც გითხარით, ალექსანდრუშკასთვის ნახულობდი მაგიდებს და აი ესეთი სარკეც შემომხვდა, ნახეთ როგორია ესეც და ესეც შავი და თეთრი ძალიან ლამაზი იქნებოდა. აი იცით რამდენი რამე მინდა ალექსანდრასთვის ახალი, მაგალითად საძინებელი რო განვაახლოთ და აი ეს კარკასია მხოლოდ თავიც კი არა აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ლამაზად გამოიყურება და ნახეთ რა მხელა სათავსოები აქვს. ალექსანდრუშკასთვის იქნებოდა იდეალური. ფეტრებია. რა ვიცი რა არ არის ყველაფერია მეგობრებო. ყველაფერი. მე ესეთ კალათებზე რატომ მეკეტება ხო ვერ მეტყვით. სახს ვიცით რამდენი რაღაცა დამიგროვდა ესეთი კალათები. ძალიან ბევრი. აი ესეთი მაქვს თეთრი, ოღონდ მინსკში ვიყიდე. საოცრად მაგარია, ნახეთ. ორნაირი მაქვს ერთი ცოტა ესეთია. აი, ზუსტად ესეთი მაქვს, 59 ლარიღებს. აბაზანაში მიდგას და ახლა კიდევ დედაჩემმა მაჩვთა. აი ესეთი, რომელიც სადაც სარეცხის მანქანაა, იქ მიდგას და ყველანაირი ქიმია მადმილაგია. სარეცხის საშუალებები. საინტერესო ყველაფერი. მე მალე ახალი წელია რა ლამაზია. ვინ არის ყველაზე ბედნიერი რა თქმა უნდა მე. ძალიან გეხარებული ვარ მეგობრებო, ეხლა თქვენთან ერთად მინდა გავაკეთო განყუთვა.
არ ვიცი რატო ვოცნებობდი ამდენი ხანი ამ მიკროფონზე და ან მე რატო ვიწამებდი თავს და ან თქვენ რატო გაწამებდით. უბრალოდ იყო მაგის საშუალება რომ წავსულიყავი და მეყიდა. მაგრამ არ ვიცი, ყოველთვის ესე მოლოდნის რეჟიმი მქონდა ჩართული რომ იქნებ ვინმე ღვთისმიერი გამოჩენა სისულელი. მეცინება ვირას გაჩუქებს იქით ზაგართმევენ. ოკეი. ხო და ძალიან ბედნიერი ვარ და მოდი ახლა ერთად გავხსნათ ჯიჯი. წავედით ვიყიდოთ სარეცხი ფხუნილი. დავსა ისეთ პატარა ჩანთაში. როგორი საყვარელია. ძალიან მომწონს. ხსნათ. არა სწორად. რანაირი ინფლუენსერი მე ვარ. ეს ჩანდეს. კარგით, მოდი ახლა მეტეჩრობის გარეშე გავხსნათ და ამოვიღოთ. ეს რაღაცა ესენი რომ ეს აზერზე არ ვარ ჯერ რა არის. ის არ გვინდა. აი ეს რომელიც უნდა დაუკავშირდეს ტელეფონს. მაგრამ ხوار შევაერთოთ. არა მოიცადეთ ჯერ გაჩვენებთ და ბოლოს უკვე ხმას გაჩვენებთ როგორი გამოვიდა. ვოთ. აი ესე გამოიყურება. დადამ. ყველაზე მთავარი, ჩემი მიკროფონი, ნახეთ როგორი საყვარელია, როგორი მოცუცქნულია. გული გამისხდა. ესეთი ხუნხულიკო, 2 ცალი, ძალიან გამიხარდა რომ 2 ცალია, შავი და ნაცრისფერი. მოდი ახლა დავუყენოთ. ალექსანდრას მოსწონს ნაცრისფერი, მე მომწონს შავი. მოდი ახლა დავუყენოთ შავი. და ვნახოთ. აი ესე. აქამდე სად იყავი ნანუტა? ნახეთ რა საყვარლობა, ძალიან მომწონს. სავარაუდოდ ჯერ მარტო ესე ვისაუბრებ და შემდეგ უკვე რაც დავიღლები. აქეთ გავიკეთებ, აქეთ უფრო სამუშაო პროფილი მაქვს. ნახეთ როგორი სიუხვეცი. всё, ოფიციალურად ვაცხადებ, შეყვარებული ვარ. როგორც იქნა თავი და ბოლო დავადგი, ზოგადად ჩემთვის ესეთი რაღაცეები, როგორც ჩინური ისეა. აქ ციმციმებს, მანდ ციმციმებს ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად არის, მიკროფონი უნდა მუშაობდეს და ჩემი ნარნარა, ნაზი, უთბილესი და უტკბილესი ხმა უნდა გესმოდეთ და მიწერეთ კომენტარებში. ფაკა. ჩემი მიკროფონის ამბავი უკვე იცით, მეგობრებო, მიყვარს. ჩვეულებრივად შეყვარებული ვარ ჩემს მიკროფონზე. რა დავარქვათ? არ ვიცი. რამე საყვარელი სახელი უნდა მოვიფიქრო. გოჭიდა. ძალიან მომწონს ესე როცა უჭირავთ და ესე როცა საუბრობენ, მაგრამ ამისი დრო არ არის ჩემახელი, მას სხვა რაღაცეებიც უნდა აკეთონ. ამიტომ ახლა ჩვენ ესე დავიმაგოთ. მიუჩვეველია ჯერ ჩემთვის. ვოთ. ხო, ყველაფერი კარგად არის, ნეტა. ალექსანდრამ სკოლაში არ ჭამა 2 ცხობილა და ნუში რაც ჩავუდე. ავი ხა ეს ხმები იქნება, ხო? მოიცადეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ხმა კარგად ისმის. და გავიკეთე ჩემთვის ყავა. აქ სამუშაო პროცესში ვარ, მეგობრებო. ნახეთ როგორი ლამაზია, ახალშობილისთვის ბანტები, გეუბნება. ეხლა მგონია რომ ყველაფერს სხვა გესმით. რატომ ჭამა ეხა ეს ნუში? როცა მიკროფონი გიკეთია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჭამა, სმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, როგორი უხერხულია. ყველანაირი ხმა ისმის. ხო და მუშაობ მეგობრებო. ბაფთები, ჩემი საყვარელი ბაფთები, ახალშობილისთვის ისე თავზე გასაკეთებელი. ვაიმე, როგორი კუნგულები და როგორი იოგურლები იქნებიან, წარმოგიდგენიათ ნანუტა კიცის ბაფთებში. ხო და აი ეს წინასეც გაჩვენეთ, ყველანაირად უსაფრთხოა მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებს თქვენს პატარას თავზე, ეს არის სპეციალური ისეთი კაპრონის რომელიც იწელება მაქსიმალურად და ხლა უბრალოდ არ მინდა გავწელო, იმიტომ რომ უნდა გავუგზავნო შემკვეთს. ხო და ორი უსაყვარლესი, აი ესეთი რა შემოფრინდა ახლა. აი ესეთი ბაფთა. უსაყვარლესი. და შემოდგომის ფერები რო არის და ნანუტას საყვარელი ფერები რო არის, ეგ ხო იცით თქვენ. თან ვაკონტროლებ ესეც ხო ციმციმებს. მიცოდეთ, სად არის ციმციმებს.
იმიტომ რომ ჯერ არ დამიტენია და არ გაითიშოს უცბად. საწევარას დამჭერი, ნახეთ როგორი ორიგინალურია და როგორი შემოდგომის ფერებია და როგორი გოგოშკური ფერებია, ნაზი, სათუთი, საყვარელი. ზოგადადაც ახლა ვარდისფერზე აქვს გართულება. მე ძალიან მომწონდა ალექსანდრა პატარა რო იყო, სულ ვარდისფერ რაღაცებს, ვარდისფერ იასამნისფერს ყიდულობდი ხოლმე და მახსოვს, როცა ორსულად ვიყავი და ჯერ არ ვიცოდი რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ ეჭვი შევიტანე რომ მეთქი ორსულად ხوار ვარ თქო. უბრალოდ დილას გავიღვიძე, თვალები გავახილე და ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა. მინდოდა იასამნისფერი ნაყინი. არ ვიცი, იასამნისფერი ნაყინი. თან ღია იასამნისფერი არა, მუქი რაღაცნაირი იასამნისფერი რო არის, ესეთი ნაყინი მინდოდა და მახსოვს შაბათი დღე იყო, ზუსტად მახსოვს შაბათი დღე იყო. და ივანი იყო სახლში და ვუთხარი რომ ხო არ გახსოვს მე ვუთხარი შემთხვევით იქ სავაჭრო ცენტრში რომ დავდივარ თქო და რომ შეგიხარ თქო და ეს დიდი ნაყინების ის რო დგას თქო იქ იასამნისფერი ნაყინი ხო არ გახსოვს რომ აქვთ თქო და ივანმა თქვა რომ ანუ სხვადასხვა ფერები არისო და რაღა იასამნისფერი არ იქნებაო და ჩავსხედით მანქანაში და წავედით. მივედით და რა თქმა უნდა იყო ფოტოც მაქვს ინსტაგრამზე მიდევს თუ სადღაცას მოკლედ ზუსტად მახსოვს მაქვს ის ფოტო იასამნისფერი ნაყინით ესე რომ მიჭიროს და ვარ ძალიან ბედნიერი და მე დამეწყო ვალდბერისზე ვიწერდი ყველაფერს იასამნისფერს მე უკვე როცა გავიგე რომ პატარას ველოდებოდი წავედი და პირველად ცუმში ვუყიდე ალექსანდრას იასამნისფერეს კიკოს აწოვარა ხო და მთადად ყველა მიკვეთავს ბეჟ ტონალობებში აი ამ ფერებს ძირითადად სულ ამაებით ვკერავ ყავის ფერები ხაკია ესეთი ფერები მოცონ ბაცი ვარდისფერი ჭუჭყიანი ვარდისფერი აი ესეთი ფერები არის ახლა არ ვიცი ძალიან ტრენდში და მეც ძალიან მომწონს აი თელი სიამოვნებით ვკერავ ახლა ეს ნახეთ როგორი ვარდისფერია აი ახლა ესეთი ვარდისფერი როგორ არ უნდა გიყურდეს უბრალოდ ნახეთ რა და თან ამაზე უკვე მე ვაიმე ყველაფერი მიდის ნახეთ ახლა ესეც როგორი ლამაზია ხო ამ ვარდისფერზე ულამაზესი კაი მაგალითად გადავკოჭეთ ბავშვი და გავუკეთეთ თუნდაც ეს ბაბთა ხო ნახეთ უკვე როგორი ლამაზია თუნდაც ეს ბაბთა ხო აი ყველაფერი უხდება სპეციალურად მეგობრებო თქვენთვის ნანუ და კიჩი არის შერჩეული ისეთი ფერები რომ ერთი მეორეს ისე ლამაზად შეეხამება და ისეთი კარგია რომ აი არ ვიცი რა გითხრათ მეტი თან ყველაზე კიდევ ისეთი მთავარი რაც არის რომ როდესაც ვამუშავებ აუცილებლად ქსოვილები ერთ ტონალობაში ნახეთ აუცილებლად რომ ზედმეტი ისეთი არაფერი გადასვლა არ კონდეს ჩვენს სეტებს როცა ბორს გადაახვევ ან უბრალოდ გადააფარებ ან უბრალოდ გაამშრალებ რომ ეს ზედმეტი რაღაცა სხვა ფერი არ ჭაჭანებდეს და ყველაფერი იყოს ერთ ტონში გაკეთებული პროფესიონალურად ვუათ აი ეს თქვა მინდოდა ძალიან კმაყოფილი ვარ იმით და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ იმით რასაც ვაკეთებ და ეხლა ვეკაჩვენებთ იმით რომ სიტყვას ვამატებ ეს ყველაფერი უკვე მზად არის აქედან რამოდენიმე ფერი არის ხელმისაწვდომი ნახეთ როგორი ფერებია თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ სეტებზე შეგიძლიათ მომწეროთ ინსტაგრამზე პირად შეტყობინებაში ან ნანტაკიძე მომწეროთ პირად შეტყობინებაში და თქვენც დაგიმზადებთ ყველაფერი გაყიდულია რამოდენიმე ფერი არის აქედან დარჩენილი მეგობრებო ესეც უნდა გაჩვენოთ ერთი წუთით როგორ არ მიყვარდეს ჩემი საქმე მითხარით ვგიჟდები ქსოვილებს აი ჭკუა მეკეტება რომ მივდივარ მაგალითად ერთ შეკვეთაზე რომ მივდივარ გონიათ ერთს ვყიდულობ და მარტო იმ ადამიანის ვყიდულობ ვინც შემიკვეთა არა ჩემს თვალს და გულს რაც გაუხარდება ყველაფერი უნდა წამოვიღო აუცილებლად და მე როცა კლიენტი მწერს ვაჩვენებ უკვე შეხამებულ ვარიანტს და რა თქმა უნდა გიждდებიან რა თქმა უნდა ძალიან მოსწოთ ხოლმე და ამიტომ რა ვიცი რა და ეხლა მაქვს შეკვეთა აი ამ ორი ქსოვილის კომბინაციის ეს არის ერთ-ერთი ძალიან მოთხოვნადი ნაჭერი სპლედის ნაჭერი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და ეს თეთრი ანუ ძირთადად არ არის ხოლმე ყოველთვის უცბად იყიდება და ამიტომ სულ ვცდილობ როცა მივდივარ აუცილებლად 1-2-3 მეტრა წამოვიღო რომ სულ მქონდეს სულ იმიტომ რომ ყოველთვის ან თეთრ ფერში მიკვეთავენ არ ბეჟ ტონალობაში მიკვეთავენ ამას ან სერი ფერისას მიკვეთავენ აი ამას
ხო, ამიტომ აი ეს სამი ფერი ყოველთვის მინდა რომ მქონდეს. ხო, ეს უკვე გაჩვენეთ და კიდევ ერთს გაჩვენებთ. ჩემი გემოვნებით და ჩემი სურვილით არის უნაზესი და უსაყვარლესი ფერი არის ესეთი იასამნისფერი და ერთმანეთს ძალიან უხდება. აი ეს დაპრინტული ნაჭერი არის ძალიან ლამაზი, აი გოგოსთვის არის. ანუ ხო ხვდებით რომ ეს ძალიან ჭრელი არ იქნება და რას უგულისხმობ? ძირითადი ფერი იქნება აი ეს ლოგინში, ძირითადი ფერი იქნება ეს, ანუ ამის ზეწარი იქნება და უბრალოდ საბნის ერთი მხარე იქნება ეს. წარმოგიდგენიათ უკვე რა ლამაზია? ანუ მყვირალა და აი ესეთი გადატვირთული კი არ იქნება ლოგინში, პირიქით იქნება ერთი სადა ტონი და სადღაც გაიელვებს ესეც და აი ულამაზესია. ამას არ ყავს პატრონი, თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მომწეროთ, საბანი კონვერტი დამზადდება მაგალითად ამისგან ძალიან ლამაზი, ასეთ ფრანგული ნაკერით თან, ფრანგული მე რო ვაკეთებ ხო იცით ესეთ ვგიჟდები მაგ ნაკერზე. ასევე გამოსაკრავები შეგვიძლია გავაკეთოთ, ზეწარი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ფერში და ულამაზესი კომპლექტი გამოგივათ თქვენი პატარასთვის, ესეთი იასამნისფერი, ბაცი იასამნისფერი და აი თუნდაც მე რო ესეთი არა ეს არ უხდება ახლა გატყუებთ. რაღაცას ვიგონებ ახლა. მაგრამ როცა ვიცი რას ვაკეთებ, აუცილებლად ვიცი რას ვაკეთებ და ვიტყვი რომ აი ამას ვაკეთებ და ვაკეთებ აი ასე. ასე რომ თუ ვინმეს ყურში ცოტა ისე უხეშად მოგხვდებათ ის და არ გესიამოვნებათ რომ ეს ნახე თავს როგორ იქებს და თავს როგორ იფასებს, არა. ვიცი რას ვაკეთებ, მაქვს ძალიან კარგი ხედვა ქსოვილებში, ძალიან კარგი გემოვნება მაქვს, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ვინც მიკვეთავს ყველა მაგას მეუბნება, რომ ძალიან კარგი გემოვნება მაქვს და რასაც ვკერავ, რასაც ხედავენ, ანუ ამას ხო მე ვთავაზობ მომხმარებელს, ხო? ანუ რასაც თქვენ ხედავთ, თუნდაც ახლა აი ეს მაგალითად, ხო? აი ეს სეტები შევადგინე მე თვითონ. ანუ ეს ფერები ხო წავედი, მომეწონა, შევადგინე მე თვითონ და წამოვიღე, გავაკეთე და შევთავაზე მომხმარებელს და მომხმარებელი აღფრთოვანებული დარჩა და რა თქმა უნდა, ხო? ვისი დამსახურებაა ჩემი. ასევე ანალოგიურად ვადგენ ფერებს, როცა მივდივარ, ვუხამებ ერთი მეორეს ყველაფერს და ძალიან ბევრს მოსწონს. არიან ადამიანები მწერენ, რომ რაღაცა ესეთი ჭყეტელა-ჭყუტელა ფერები მოსწონთ. ანუ ვის როგორც გაუხარდება, ისეც დავუმზადებ. ანუ დამზადებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემი გვერდისთვის მე ვიცი რა ტონალობებში მინდა მქონდეს გვერდი და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვდებ ხოლმე, მაგრამ არის რაღაცაები, რასაც ვკერავ და არ ვდებ, განა იმიტომ რომ ფურა ცუდია, უბრალოდ ჩემს ტონალობაში არ არის და ამიტომ რა თქმა უნდა ასეც არ ვდებ ხოლმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს ვინმე ამას არ მიწყენს, მაგრამ როგორც არის რა, ვიყოთ პირდაპირები. ძალიან მინდა ორცხობილად ვჭამო. მაგრამ ახლა ამას მოვიწრო და ვლოგს მერე გავაგრძელებ. კაცნით, დროებით, გავაგრძელებთ ყველაფერს გავაგრძელებთ. სკოლაში ვარ წასასვლელები, გარეთ უნდა დავტესტოთ ჩვენი მიკროფონი. Куда ты пришла? Садик Милен. Миля, да? Заберем сейчас ее? Да, Да. да. Что, тебе нравится микрофон? Да, я хочу только прикрепить. Подожди. Какие? Не знаю, какие захочешь, такие задавай. Камера сапарелия. Сани хурები. Мила. გამარჯობა. არ ჩებოდი. მიდი დააკავე. Отдай чуть-чуть. აბა თქვი რამე. Ты хотел. ჰა? Ты. გამარჯობა უთხარება? შეთქვი. გამარჯობა თქვი. Дамадавай. როგორ ხარ თქვი? Шენ რა ქვია? რა ქვია? უთხარი? ა? Лилиляти. ნიაკო. ნიაკო ქვია? Лякос. საუბრობენ ხა? ალექსანდრას. მადლობა და კარგად. კოცნი, პაკა-პაკა. ეს მილა. გიგზავნა? Мила. Мама деда უნდა Мила. ხო, რა თქმა უნდა. გამაბაზო დედა და მამა. ვერ გავიდე, მოიცა თავიდან თქვი როგორ?
დედა არ მაგა. დედა არ უნდა გააბრაზო, მამამ გითხრა? და მე კიდევ ჭყიალა რაღაცებს გამგიგზავნიო? კი. მილა როგორ ხარ? გაგა. ჩემი მამი ყოფილი Ну, вот. Короче, это моя сестра. Она склонилась. სკოლაში დადი. თებოდაკ. ბახში დადიხარ, ხარი ბახში დადიხარ. Вообще. Вообще, да. Она склонилась мне. ცურვაზე დადიხარ? И. როგორ მოგწონს? როგორ აკეთებ ხოლმე ცურვაზე მაჩვენი? აი ეგრე აკეთებ ხოლმე ცურვაზე. წყალში ჭკუმპალობა მოგწონს ესე იგი. Მომწონს. ძალიანაც კარგი, წავედით აბა სახლში. Это что не? Сада, моноса. ჩემთან. ჩენდა. ჩემ სახლში ალექსანდრესთან წამოხვალ? მა. მილა, ჩემთან წავიდეთ? კი თუ არა? კი. 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 უფრო ვისთან გინდა წასვლა? ბებას. ვინ არის ბებო? შონერა. შონენა? კი. სიცახი. Мама, что она говорит? შორენი ხოჭეთ. მილა, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? Мама. Мам, скажи мне, კიდე შანს გაწევ, вин გიყვარს ყველაზე скажи მეტად? мне, что она к нам домой пойдет, а ее мама соберет. ეხა ჩემთან უნდა წავიდეთ და მე დედიკო მოვა. შორენაც მოვიდეს? Как? შორენა. შორენა მოვიდეს თუ არა? Ки. კაი, წავედი. სად გაიქეცით გოგოებო? ნელა. წავედით. გოგოებო, ხომი გავაკეთოთ? Это что? მამალიგა. Только на площадку сначала. Хорошо. ხომი ნადუღ პიტნიან ნადუღთან ერთად გიყვარს? ყველი? Занимаемся спортом. სულუგუნი გიყვარს? Я занимаюсь спортом. წავედით, წამოდი. ცოტა ხანი გაერთობიან. წამოდი, წავიდეთ და მერე ღომი გავაკეთოთ. აქ რაღაცნაირი სკვერი კი არა, რა ვიცი რა არის, რაღაცა პატარა. ბავშვებისთვის გაერთობიან ცოტა ხანი. ფრთხილად ოღონდ კარგით? მოგწონს? კი. ო, Дарья. Закачай хотя бы. давай. Спокойно. Ура! Это мало слишком. Качай сильнее. Сейчас иду. სად არის მილა, ვეღარ ხედავ. მიდი. მილა, ფრთხილად. მადლს მოვის, ხო? საკმაოდ დიდები არიან უკვე, თავზე რო არ ვედგე. თამაშობენ გოგოები, ცოტა ხანში ავალთ სახლში. გავაკეთებ ღომს, ნადუღი მოქვს ახალი და პიტნა და ძალიან გემრიელად გავაკეთებ მე რომ მიყვარს ისე. ალექსანდრა არ ჭამს, ჩემთვის ვაკეთებ ხოლმე. მილა მიყვარსო. სულუგუნიც მაქვს. ეხლა ვზივართ ჩვენს კორპუსებთან ეს ახალ აშენებულ ეზოში. აქ არის პატარა ესეთი სკვერი. მილა რაღაცა უცნაურად ჩამოსრიალდა და ინამ არ მიყილოს, მე მგონი ჯობია თავზე ვედგე. წავედით. Привет. Тебе хорошо? Раскачай, а то вот это все не знаю, куда лезть. Сама.